მელიქიშვილის მეორე შესახვევის მცხოვრებლებმა მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების მოთხოვნით დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე მიწისქვეშა საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, ფეკალური მასები კი სანიაღვრე არხში ყოველგვარი სანიტარული ნორმების დაცვის გარეშე ჩაედინება. ეს პრობლემა ადგილზე მცხოვრებლებს უკვე 50 წელია აწუხებთ. ანტისანიტარიას ისიც ემატება, რომ უბანში მოსაწესრიგებელია გზა და ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მოსახლეობა მელიქიშვილის მეორე შესახვევში სამარშრუტო მიკროავტობუსის დანიშვნასაც მოითხოვს. ისინი უმრავლესობის წევრებს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას თხოვენ, რასაც პასუხობენ ანტისანიტარიით შეწუხებულ მოქალაქეებს მერიაში მათეს მთავარი გამოშვებიდან შეიტყობთ. წელი აღვა კანალიზაცია. ვისა მიმართეთ? კომუნისტებს არ იქნა ყველა თავრობის წევს, ქალაქის მერიას დიდი დაპირების შემდეგ მაინც არ იქნა. პირდებიან ყველა არჩევნებზე. აქ ყოველდღე არჩევნები არის. ყველა პირდება სულ არ გვაქვს. ჩვენ ვითხოვთ თუნდა იყოს ივანიშვილი, თუნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, თუნდა იყოს ცეკას მდივანი, ვთხოვთ რომ დაგვეხმაროთ. ჩვენ სახლებთან არ არის კანალიზაცია, აუტანელი სუნია, კოღოები გვაწუხებს გენაცვალე. ფეკალური მასები ჩადის შიგნით. და სიცხე რომ არის ტვერში ვიხჯობით და წვიმიანამეთში ტალახში. არსად არ გაედინება. გაჩერებულია სახლის წინ მდებარე სანიაღვრე არხებში, პატარა სანიაღვრე არხებში, რომელიც წყალს ვერ ატარებს, უჭირს წყალს განლადობა და დაგუბებულია და სუნისგან ვიხჯობით.